საბოტაჟი მტრულ საქმიანობაში დახმარება კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მოქმედება 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშებით დაყადაღებულია. ციცაკის სპრეი, რესპირატორები, ნიღბები და აირწინაღები. რისთვის დაიხარჯა მესამე სექტორის ფული, დოკუმენტი, სადაც ეს ხარჯია გაწერილი ქრონიკა მოიპოვა. პროკურატურის ბრალდების საპასუხოდ მესამე სექტორს დრო დასჭირდა, ბოლოს თქვეს, რომ ეს რეპრესიაა და საქმიანობას არ შეწყვეტენ. სოფო ბერიძე გვერდება. ქრონიკის მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული 5 არასამთავრობო ორგანიზაციის შესყიდვების დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ 2024 წლის აქციების პერიოდში მათ შეიძინეს ციცაკის სპრეი, აირწინაღები, პირბადები, წყალგაუმტარი ქურთუკები, ასევე დამცავი სათვალეები და სხვა საჭირო ინვენტარი. მძიმე ბრალდებას დაყადაღებულები აბსურდულს უწოდებენ. ეს მაშინ, როდესაც საგამოძიებო უწყება ამბობს, რომ 2024 წლის საპროტესტო აქციების დროს კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები გასცდნენ მათივე წესდებით გაწერილ მიზნებს. სასამართლოს განჩინებით ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს. გენერალური პროკურატურა ამბობს, რომ საპროტესტო აქციების დროს კონკრეტული ორგანიზაციების საქმიანობა გასცდა მათივე წესებით განსაზღვრულ მიზნებს და რომ ორგანიზაციებმა მიღებული ფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების დაფინანსებას მოახმარეს. ქრონიკის მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ფინანსური დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ აქციებისთვის საჭირო ინვენტარს არასამთავრობო ორგანიზაციები ერთი და იგივე პერიოდში ყიდულობენ. ამ პერიოდში საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა დამცავ სათვალეებში, წყალგაუმტარ ქურთუკებში, სხვადასხვა სახის რესპირატორებსა და ნიღბებში ჯამში 3200 ლარს ხარჯავს. 2000 ლარს აჭარბებს სოციალური სამართლის ცენტრის ხარჯი. ოფიციალური დოკუმენტაციიდან ჩანს, რომ ორგანიზაციამ ციცაკის სპრეი, რამდენიმე სახეობის რესპირატორი, ეთანოლსეპტი, პინტი და დამცავი სათვალეები შეიძინა. აქციისთვის საჭირო ინვენტარში 1200 ლარზე მეტ სიხდის სამოქალაქო საზოგადოების ფონდი. პირბადეებში დაახლოებით 500 ლარს ხარჯავს ორგანიზაცია დემოკრატიის მცველები. პირბადეებს ყიდულობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტიც. ეს მტკიცებულებების ნაწილი დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების საქმე შიდევს. ყადაღა ჯამში 7 ორგანიზაციის ანგარიშებს დაედო. პროკურატურა საქმის დეტალებზე საუბრობს. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის აქციების დროს ოპოზიციური პარტიების ლიდერების და ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების მოწოდებებმა მასობრივ დაუმორჩილებლობასა და საყოველთაო წინააღმდეგობაზე საპროტესტო აქციები ეტაპობრივად საპოლიციო ძალებთან დაპირისპირებაში გადაზარდა, რასაც საგამოძიებო უწყების ინფორმაციით მიზანმიმართული ხასიათი ჰქონდა. შედეგად, როგორც საგამოძიებო უწყება ამბობს, ძალადობრივმა ჯგუფებმა სამართალდამცავი უწყების ათეულობით თანამშრომელს ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს. ადგილი ჰქონდა პიროტექნიკის, ადვილადაალებადი და ცეცხლგამჩენი ნივთიერებების, მათ შორის ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებას. სამართალდამცავების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების ეფექტურად განხორციელების მიზნით ძალადობრივი აქციის ცალკეული მონაწილეები პოლიციასთან დაპირისპირებისას აღჭურვილი იყვნენ სპეციალური აირწინაღებით, ჩაფხუტებით, სახის დასაფარი ნიღბებით, პირბადეებით, დამცავი სათვალეებით, ხელკეტებით და სხვა საშუალებებით. ასევე აქციის მონაწილეთა მხრიდან არაერთგზის დაფიქსირდა პოლიციელების წინააღმდეგ ციცაკის სპრეის და სხვა მსგავსი საშუალებების გამოყენება. პროკურატურა ამბობს, რომ სწორედ ყადაღა დადებული ორგანიზაციების ფინანსები გამოიყენეს სპეციალური აირწინაღების, დამცავი სათვალეების, პირბადეების, სახის დასაფარი ნიღბების, ციცაკის სპრეისა და იმ სხვა საშუალებების შესაძენად, რასაც აქციის მონაწილეები პოლიციასთან ძალადობრივი დაპირისპირების დროს აქტიურად იყენებდნენ. აღნიშნული ორგანიზაციების ხელმძღვანელები ღიად მოუწოდებდნენ საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ და წინააღმდეგობისკენ. ამავდროულად მათი ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობა სრულად იყო მიმართული ძალადობრივ ქმედებაში ჩართული პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის ფინანსური მფარველობის უზრუნველსაყოფად. საბოლოოდ კოორდინირებული მოქმედებას უნდა გამოეწვია სამართალდამცავი უწყებების დასუსტება და მათი ნორმალური ფუნქციონირების მოშლა. სასამართლოს განჩინება უკანონოა დაყადაღებული ორგანიზაციებისთვის. მესამე სექტორის მტკიცებით გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. ამბობენ, რომ ყადაღის მიუხედავად საქმიანობას არ შეწყვეტენ და ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობენ. ჩვენ ჯიუტად გავაგრძელებთ შრომას. სანამ ქართველი ხალხი სამართლისა და სამართლიანობისთვის არ მოიპოვებს სრულ უფლებას. 27 აგვისტოს ორგანიზაციების დიდ ნაწილს ყადაღას ადებს და პრაქტიკულად დისფუნქციურს ხდის.
ქართული ოცნება ეს ნიშნავს სწორედაც რომ ქართული ოცნების საბოტაჟს ევროპული მომავლის წინააღმდეგ. ახლა როცა მესამე სექტორი პროკურატურის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს, მედია არქივი საპროტესტო აქციებში მათი ჩართულობის მტკიცებულებებს ინახავს, რაც იმასაც აჩვენებს, როგორ იქცნენ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები პოლიტიკოსებად. არ შეიძლება ახალგაზრდები შევატოვოთ ამ უკვე სისხლიანად ქცეულ რეჟიმს. მნიშვნელოვანი არის ჯიუტად ყოველდღიურად აქციების პერმანენტულობა შევინარჩუნოთ. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ უკვე გავხარჯეთ 100,000 ლარი ჯარიმებზე და გვჭირდება ფონდის შევსება, რომელიც იწურება. მესამე სექტორის შეფასების იდენტურია ის, რაც დღეს ოპოზიციურმა პარტიებმა თქვეს. ხელისუფლების ოპონენტები ცდილობენ საზოგადოებად დააჯერონ, რომ პროკურატურის გადაწყვეტილება ქართული ოცნების პასუხია ევროსაბჭოს ექსპერტთა მოსაზრებაზე. ამის საპასუხოდ დღეს საქართველოს პროკურატურამ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ დაიწყო ზუსტად იმ რეპრესიული ზომების გატარება, რასთან დაკავშირებითაც გუშინ გააფრთხილეს, რომ არ მომხდარიყო. ეს არის ცივილიზაციური დაპირისპირება. ეს მოქმედება შეგვიძლია პირდაპირ მივიღოთ როგორც პოლიტიკური გზა, რომელსაც ქართული ოცნება შეადგა, რომელიც პირდაპირ მოდის დაპირისპირებაში საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან. ოპოზიციის განცხადებები ქართული ოცნებისთვის ცარიელი პოლიტიკური სპეკულაცია. მართველი პარტია არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან საბოტაჟის გამოკვეთილ ფაქტებზე საუბრობს და ამბობს იმასაც, რომ წლებია მათი ფინანსები შავი ფულის სალაროდ იქცა. ეს იყო ის ხალხი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა გამჭვირვალეობას და თითეული მათი ნაბიჯით მეტყველებს იმაზე, თუ რეალურად რა მიზნები ამოძრავებდათ აქ ამ ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ესენი იყვნენ ჩვეულებრივი შავი ფულის გამტარი შეპესეები. ეს მდიდარი NGO-ები ერთის მხრივ აწვდიდნენ ალებად ნივთიერებებს, პიროტექნიკას, მოლოტოვის კოქტეილებს და ასე შემდეგ. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ისინი იყვნენ დაკავებულები იმითი, რომ განუწყვეტლივ მოუწოდებდნენ მათ ხელისუფლების დამხობისკენ. პროკურატურა იხილავს საკითხს, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან და საოცრებაა, რომ ამ თემებში ჩართულია არასამთავრობო ორგანიზაცია. გენერალური პროკურატურა გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის.